ირაკლი რუხაძე აქტივების თავიდან მოშორების რეჟიმზე გადავიდა. ქართული ოცნების მეგობარმა ბიზნესმენმა ამჯერად ლიბერთი ბანკი გაყიდა. მოლაპარაკებების დასრულების შესახებ ინფორმაცია ლიბერთის აქციების საკონტროლო პაკეტის ახალმა მფლობელმა. ბაზის ბანკმა დღეს გაასაჯაროვა. ჯერჯერობით უცნობია რა ფასად გაყიდა რუხაძემ ბანკი, თუმცა სპეციალისტები ამ გადაწყვეტილების უკან ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორის სანქციების შიშს ხედავენ. რუხაძეს იმდენი ცუდი საქმე აქვს საქართველოში ნაკეთები მისი პროპაგანდისტული ტელევიზიის მეშვეობით, რომ მისი დასანქცირების საფრთხე დღესაც არსებობს და შესაბამისად ეს ადამიანი იცილებს ყველა იმ ბიზნესს, სადაც შეიძლება სანქციების, ასე ვთქვათ, დასანქცირების შემთხვევაში იმ კონკრეტულ ბიზნესებს შეექმნას საფრთხე. ირაკლი რუხაძე ამ დროისთვის უკრაინის და ლიეტუვას მიერაა სანქცირებული. ქართული ოცნების მეგობარი ბიზნესმენი ამ ორ ქვეყანაში პერსონა ნონ გრატადაა გამოცხადებული. ოპოზიცია დიდი ხანია საუბრობს, რომ რუხაძე სხვა ქვეყნების სანქციების კანდიდატიცაა. ამ ეჭვებს ამყარებს მისი ნაბიჯებიც. რუხაძემ ჯერ სიმბოლურ ფასად 1000 ლარად ტელეკომპანია იმედი გაყიდა, რის შემდეგაც ორ კვირაში ეს მედია დიდმა ბრიტანეთმა რუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო დაასანქცირა. ამჯერად კი რუხაძემ თავიდან მოიშორა ქვეყანაში სიდიდით მეოთხე საფინანსო ინსტიტუტი, რომლის მოგებაც მხოლოდ გასულ წელს 128 მილიონ ლარს შეადგენდა. მე ვფიქრობ, რომ მას წინსწრებად ჰქონდა ინფორმაცია მასთან დაკავშირებით, რომ ეს სანქციები გარდაუვალი იყო და სავარაუდოდ მიაწოდა ინფორმაცია ბრიტანელებს იმის სანაცვლოდ, რომ ის დროულად გასულიყო იმედიდან და ეს აფილირება არ ქონოდა, რაც მასაც საფრთხის წინაშე დააყენებდა სანქციების. ახლა ხედავთ, რომ უკვე პრაქტიკულად ყველა რუსულ ოცნებასთან ასოცირებულ აქტივს იშორებს. დღესდღეობით ქართველი პენსიონერების ბედი ჩინელებზე იქნება დამოკიდებული და ათეული წელია ძარცვავენ პენსიონერებს. ამ დანაშაულს ვერ გაექცევა ირაკლი რუხაძე და ახლა მინდა რომ მივმართო ბაზის ბანკს და მოვუწოდო რომ ნუ გააგრძელებენ იმ მემკვიდრეობას, რაც მათ ლიბერთი ბანკისგან ერგოთ, გადახედონ აუცილებლად მოტყუებით გაფორმებულ ოვერდრაფტებს და გადახედონ პანდემიის დროს არაადეკვატურად გახანგრძლივებულ შესხებს. ლიბერთის ახალი მფლობელის ბაზის ბანკის საკონტროლო პაკეტს ჩინური კომპანია Hualink ჯგუფი ფლობს. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ ლიბერთის 1,700,000-ზე მეტი მომხმარებლის პერსონალური მონაცემები საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა სახის მონაცემები, ტელეფონები, მისამართები, ელექტრონული პოსტა, ფოტოც კი, ვინაიდან იქ ვიზუალური ავტორიზაცია ხდება. და ასევე სხვა ინფორმაცია, ანუ საქართველოს მოსახლეობის 42%-ის შესახებ პერსონალურ ინფორმაციას დღეს ფლობს უკვე ჩინური ბანკი. რაც რა თქმა უნდა სულაც არ არის სასიამოვნო. ორი მსხვილი აქტივის გაყიდვის შემდეგ ირაკლი რუხაძე ქართულ ბიზნესში ჯერ კიდევ რჩება. მისი კომპანია Honeywell Partners ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდთან ერთად წილებს ფლობს ქართულ ცემენტში. ასევე რუხაძის მფლობელობაშია რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, რომელიც ბოლო წლებში ზარალზე მუშაობდა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ირაკლი რუხაძე შესაძლოა სანქციების შიშით ქართულ ბიზნესს სრულად ჩამოშორდეს. რუხაძეს ასევე ძალიან ბევრი საინტერესო აქტივი რჩება საქართველოში. პირველ რიგში ეს არის რუსთავის მეტალურგიული წარმოება, სადაც რუსული სანქცირებული მეტალურგიული სფერო და ტოპ მენეჯმენტი ჩამოყვანილი და მე სერიოზულ კითხვებს მიჩენს, ხომ არ ემსახურებიან ეს რუსები ქართული მეტალურგიიდან რუსულ ინტერესებს და რა თქმა უნდა ის რჩება ივანიშვილის პარტნიორად ქართული ცემენტის ფაქტობრივად მონოპოლისტურ წარმოებაში, სადაც ასევე კოლოსალურ მოგებას ნახულობენ რუხაძე და ივანიშვილი ერთად, ასე რომ სანქცირებას თუ კი დაუკავშირებთ ამ ტრანზაქციებს შესაძლოა ახლო მომავალში ჩვენ ვნახოთ ცვლილებები ქართულ მეტალურგიაშიც და ცემენტის წარმოებაში. როგორ გადაწყდა წლების წინ დავა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საქმეზე და ქართული ოცნების რა ინტერესები იკვეთებოდა ამ საქმეში. ამის შესახებ გამოუგნებელი ისტორია საზოგადოებას უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ მოუყვა. ბესო ალავიძის თქმით, მურუსიძე ჩინჩალაძის გარემოცვამ მას ქურდული გარჩევა მოუწყო, რადგან ეს იყო საქმე, რომელიც ალავიძის მტკიცებით კლანისთვის ივანიშვილთან ურთიერთობების დალაგების წინაპირობა იყო. ივანიშვილის გეგმა მაშინ ასეთი იყო. მას შემდეგ რაც რუსთავის მეტალურგიული ქარხანა პატარკაციშვილების ოჯახის ხელში გადავიდოდა, იმედით სრულად სამთავრობო ტელევიზია გახდებოდა. ეს რა ვიცი, იყო სულთას ქურდული ქუჩური გარჩევა. პირდაპირ ესე გააჟღერეს, რომ რიგი არის ახლა ჩვენი პროკურატურაში, არ მარტო ჩვენი, არამედ ზოგადად მოსისხლის მოსამართლეების. ჩვენ პრობლემები გვაქვს განცხადებები და საჩუქრები არის დაწერილი და შეიძლება დაგვიჭიროს ყველანი.
ამიტომ ამ საქმეს თუ არ გავაკეთებთ, მოკლედ პრობლემები შეგვექმნება. ამ კაფეში მითხრეს, რომ ეხლა ჩვენო მაშინო ხელისუფლების გვერდში ვიყავითო და ეხლაც ესე ვართო და მომავალშიც ესე ვიქნებითო. რასაც ალავიძე ყვება შემდგომში ასეც მოხდა. უზენაესმა ივანიშვილის სასურველი გადაწყვეტილება მიიღო. იმედი სამთავრობო მედია გახდა და მეტალურგიული ქარხანა ირაკლი რუხაძის მფლობელობაში გადავიდა. ახლა ეს კომპანია ერთადერთია, რომელშიც ბიზნესმენი ყველაზე დიდ აქტივს ფლობს. რატომ იშორებს ბიზნესებს ირაკლი რუხაძე? ქართულ ოცნებაში გადაწყვეტილებას სანქციების შიშს არ უკავშირებენ. მე როგორც ვიცი, დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ბანკებს შორის და თვალწები მიიღეს გადაწყვეტილება. და არ უკავშირდება სანქციებს ამ მისამართი. იმიტომ რომ დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა მოლაპარაკებები. დიდი ხნის განმავლობაში არის საუბარი, რომ სანქციები შეიძლება იყოს. ავით, ბატონ ირაკლის უნდა დაუსვათ შეკითხვა. ირაკლი რუხაძეს ვკითხეთ, თუმცა პასუხი არ გაგვცა. დღეს დილიდან ბიზნესმენთან დაკავშირებას ვცდილობთ, თუმცა კომენტარს არ აკეთებს, რატომ გადაწყვიტა მსხვილი ბიზნესის მოულოდნელად თავიდან მოშორება და აქვს თუ არა ინფორმაცია შესაძლო სანქციების შესახებ.